მაგ რემონტი გავაკეთე. ერთი წელი უნდა ვიხადო კიდე. ძნელია მტერსა რუსურ. ხარაგაულის სოფლები ხემაღალი და ღვერკი სტიქიურ ზონებად გამოცხადდა. განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მერიის ინფორმაციით უკვე 17 ოჯახი გაიყვანეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ თავდაპირველად მცირე ზომის ნაპრალები შენიშნეს, თუმცა სტიქია დღითი დღე უფრო მასშტაბური ხდება. გვეუბნებიან, რომ დროებით მაინც გადით, იცხოვრებთ აქ, საშიში ზონა არის გამოცხადებული უკვე, საშიშ ზონად და რა ვიცი. უნდა გავიდეთ ამაღამ, მაინც უკვე ვეღარ გავჩერდები, წუხელი თეთრად გავათენე მთელი ღამე. 8 ივნისიდან შევატყვეთ ჩვენ ეს ბზარები. ნელ-ნელა წამოვიდა და იმატა ყოველ დღე, დღითი დღე 5-7 სანტიმეტრით იმატებს ყველა. კაცის სიმაღლეზე არის უკვე. მეწყრის გამო დაზიანებულია საავტომობილო გზებიც. მაგალითად, სოფელ ღვერკისკენ მიმავალ ერთ-ერთ გზაზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული. ამავე პრობლემის წინაშე აღმოჩენის შიში აქვთ სოფელ ხემაღალშიც. ბაზარში მივდივარ თუ ხარაგაულში თუ ზესტაფონში ეს გზა ვერ ავწევთ ჩვენ, მაგრამ იქ რო არის შემოსა გუშინ ახლა პური დავაბარე და ვერ გადმოვიდა პატარა მანქანა დაბალი ის ვერ გადმოვიდა დამირეკე ჩამოდიო წაიღეო რა იქნებაო. ხო და მანქანა თუ არ მოვიდა და ხალხი თუ არ მოვიდა და ისი მარტო აქ ჩვენ რა გაგვაჩერებს უგზოობის გამო. ჩავარდნილია აქ საგზნობად რომ ამოსახტომივით ხო არ იქ ის არ იყო ხო და მე ბეტონი დაამტრიეს ხო და ამოავსეს თითქოს ისი, მაგრამ იწევს დაბლა. ადგილობრივები მეწყრული პროცესების განვითარებას ავტომაგისტრალის მშენებლობისას გასულ წელს წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს უკავშირებენ. ჩემი მეუღლე 86 წლის არის და ეს მდგომარეობა მე არც მახსოვსო და არც არავის თქვი არასოდესო. ხო და რისი მომასწავებელია ეს ყველაფერი. რკინის გაგაყავდათ, სულ აფეთქებდნენ და იმაშრებოდნენ. აქეთ არის და რიკოთის პერავალი, აქედან რო გადახვალ ახლა უბისა და ის არის სოფელი და იქაც კიდევ სულ ნიადაგი სულ დახრელია რო იტყვი და ყველაფერი მოქმედებს ცოტ-ცოტ არას ალბათ და ახლა ბოლოს ასე ჩვენ სოფელში იჩინა ასე თავი. აი რკინი გზა რო გაიყვანეს იქ, ამდენი გვირაბები, ამდენი ისა, ჩემი აზრი ასეთია რომ ყველაფერმა ფერდობები ისინი რო ჩამოიჭრა. რამდენად მასშტაბურია სტიქია, როგორია პირველადი შეფასება და რა პროგნოზები აქვს სპეციალისტებს, ევრონიუს ჯორჯიასთვის გაურკვეველი დარჩა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა და წერილობით გვიპასუხა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები პროცესების განვითარების დღიდან ადგილზე იმყოფებიან და აფასებენ რისკის ზონაში ოჯახებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. მათ მიერ შესაბამისი რეკომენდაციები ადგილზე გაიცემა. ასევე მომზადდება შეფასებები, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეგზავნება, მოგვწერეს სააგენტოდან. ავიღეთო სინჯებიო და მაშინ სულ უმნიშვნელოდ იყო გაბზნილი და მის შემდეგ ყოველ დღე იმატებს. მოვლიან ახლა რაიონიდანაც ყოველ დღე მოდიან, მაგრამ მოვა პასუხი. ჯერეთი დღეს უნდა მოსულიყო პასუხი და რა მოვიდა და ვინ რა თქვა, მე გარ ვიცი. ეს ახლა ჩანს ასე აბურცული ვაკე იყო მდინარის პირებზე, ვინ ცხოვრობდნენ ისინი მეწოდებოდნენ, რომ მდინარე რომ მოდიდეს წყალდიდობის და იმისთვის რა ცოდვები არიან თქო და ცოდვები ახლა ჩვენ აღმოჩნდით აქ. საშინად დაზარალებულები. წერილობითი პასუხით შემოიფარგლა ხარაგაულის მერიაც. ციტატა: სტიქიური პროცესების ზონაში ვითარება ყოველდღიურად კონტროლდება. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს გეოლოგების ჯგუფი, რომლებიც ახორციელებენ მიწის სტრუქტურის შესწავლას და ნაპრალების დაკვირვებას. მოსახლეობა, რომლის საცხოვრებელი სახლებიც მეწყრის უშუალო საფრთხის ქვეშ მოექცა, უკვე გაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე. მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფს მერია. დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღება სპეციალისტების საბოლოო რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
ციტატის დასასრული. შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ამას უმეორებ მე ყველას ვეუბნები. ნუ გეშინია. ღვერკისა და ხემაღლის მოსახლეობა ახლა გეოლოგიური დასკვნის მოლოდინშია. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ დაეხმარება მათ ხარაგაულის მერია. უწყებაში ამბობენ, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ეხმარებიან.